მოკლედ დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი, მოგესალმებით ყველას. დღეს გელით ძალიან საინტერესო ვიდეო, ძალიან საინტერესო ავტომობილთან ერთად. ეს არის ბრიტანული წარმოების Aston Martin-ის Vantage SE Verva ატმოსფერული 4.7 მოცულობის ძრავი, რომელსაც აქვს 430 ცხენის ძალა. გადავიდეთ საქმეზე, დავიწყოთ ვიზუალის შეფასებით. ეს მანქანა არის კაბრიოლეტი, ცოტა მძიმე არის ჩვეულებრივ მოდელთან შედარებით, არა კაბრიოლეტთან, ეს ცოტათი მძიმე არის, 180 კილოთია მძიმე თუ სწორად მახსოვს. რაც შეეხება დისკებს, ამას აქვს 19-იანი დისკები, დედალმამალი 19-იანი დისკები, რა ხელა ტორმუზები აქვს, შეხედე. ვიზუალურად ძალიან მაგარი ტორმუზები აქვს, ძალიან დიდი ტორმუზები აქვს, საქმეში ცოტა ხანში გამოვცდით, როგორი ტორმუზი აქვს და რა შვება ტორმუზი. ვიზუალურად ძალიან მომწონს, ძალიან დიდი აპორნები და სუპორტები აქვს. ერთ-ერთი რა ვიცი 2015-იანია ეს მოდელი და ეს ქსენონები რატო უყენია ვერ ხვდები. 2015-იან მოდელს სავარაუდოდ ლედი უნდა იყენოს, მაგრამ რა ვიცი, არ უყენია. რაც შეეხება ცხვირს, აგრესიული ცხვირი აქვს, ძალიან მომწონს. ამის ცხვირი აგრესიულად გამოიყურება, წინ და რო უყურებ რაღაცა ვეშაპს გავს. მოდი ვნახოთ უკანა მხარე, როგორია. ეხლა რაც შეეხება Aston Martin-ის ისტორიას, უმეტესობა ვიცით, რომ ჯეიმს ბონდი დადიოდა Aston Martin-ი და აგენტი 007-ის ფილმებიდან გამომდინარე, Aston Martin-ია უფრო ცნობილი მაგ ფილმიდან გამომდინარე. უკანა მხარეს რაც შეეხება, უკან გვაქვს ორი მაყუჩი, რა ლამაზი უკანა მხარი აქვს, შეხედე ესე რომ დადგები და აქედან უყურებ, ძალიან ლამაზი უკანა მხარი აქვს, მე ძალიან მომწონს ამის ვიზუალი, ძალიან გამორჩეულია და ძალიან ლამაზად არის დახატული ამის დიზაინერს, ბრავო, ჩემგან. ძალიან ლამაზი მანქანა დახატა. მოდი ახლა გადავხადოთ კაბრიოლეტი და ვნახოთ როგორ მუშაობს მექანიზმი და როგორ ვიზუალზე დადგება. ეს სახელური აქვს, ეს ორიგინალური, ეს 2015 წელს ვიძახი და არა დღევანდელს 2025 წელს ვიძახი რა. ეგ მიაჭერ, ეს გამოდის და მე გამოკაჩა ვიღება. პლუს ამ კარების პლუსი ის არის, რომ თქვათ ახლოს გააჩერე ტროტუართან. კარები სწორად არ იღება. გაღების დროს ოდნავ მაღლა ადის და ტროტუარი რო იყოს, ტროტუარს ცდება და არ მოხვდება არანაირ შემთხვევაში ტროტუარს. ეს ძალიან დიდი პლუსია, როცა ტროტუართან აყენებ. მოდი ახლა გადავხადოთ. აი როგორი ლამაზია ესეც, ძალიან ლამაზად გამოიყურება გადახდილიც. სალონშიც რო ზიხარ გადახდილზეც უფრო მაგარ ვიზუალზეა მანქანა ვიდრე დაფარებულ სახურავზე. სხვათა შორის მე და შელის სახლი დაუმეგობრდით, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და ზეთის შეცვალოთ. მე დიდი ხანია ამ კომპანიაში აქ მოვდივარ და ზეთს ვცვლი, ჩემ ყველა მანქანაში ყოველთვის ვცვლიდი აქ ზეთს და კიდე შევცვლი. ამიტომ თუ ვინმეს რამე გინდათ და ზეთი გინდათ, მოხვალთ აქ, გირჩევენ კატალოგის მიხედვით რა უწევს თქვენ მანქანას, იმის მიხედვით ზეთ ჩაასხავენ, ყველანაირი ზეთი აქვთ, ყველანაირი შემცველობის ზეთი აქვთ. გადაცემათა კოლოფის, უკანა ხიდის, წინა ხიდის, ძრავი ზეთები, ყველანაირი ზეთი აქვთ, ჰაერის ფილტრები, ყველაფერი აქვთ, ამათ რაც კი რამე შეიძლება მანქანას ჰქონდეს. ამიტომ გირჩევთ ყველას მობრძანეთ აქ და ზეთ შეცვლა. თუ გინდათ ჩაასხათ, იმიტომ რომ მე ვხმარობ დიდი ხანია ამ ბრენდს, შელის ბრენდს ვხმარობ დიდი ხანია და ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველანაირად გამოვცადე ეს ზეთი, ყველა მანქანაში გამოვცადე, ყველა პირობაში გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ. მინიმუმ 4 წელი ამ ზეთს ვხმარობ და ყველანაირ პირობაში გამოვცადე უკვე და. ამიტომ მეც გირჩევთ ეს ჩაასხათ, ეს ზეთი ჩაასხათ თქვენს მანქანებში. თუ გინდათ მიიღოთ 20%-იანი ფასდაკლება შელის სახლში, უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩემი YouTube არხი და უნდა გქონდეთ დალაიქებული შელის სახლის Facebook გვერდი. ამ შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე, რაც გააჩნია შელის სახლს, ყველაფერზე გექნებათ 20%-იანი ფასდაკლება. შელის სახლის მისამართია ქართულ ამერიკული მეგობრობის 33 ნომერი. დიღომში ამერიკის საელჩოს გვერდითა მხარეს. Aston Martin-ი ყოველთვის გამოირჩევა ხმით. V12-ის Aston Martin-ის ხმა არის რაღაცა კატასტროფა, სასწაული ხმა აქვს. ეს არის Verva, ამასაც არანაკლები ხმა აქვს, მაგრამ V12-თან შედარებით ცოტა სხვანაირი ხმა აქვს, მაგრამ მინდა მოგასმენოთ Verva ატმოსფერული 4.7-ის ხმა.
რამდენად კარგად ისმის მიკროფონი, რამდენად კარგად გადმოსცემს ამ საოცარ ხმას ეგ გამოჩნდება ვიდეოში, მაგრამ ყურით რო უსმენ, ძალიან საოცარი ხმა აქვს, აი სასწაული ხმა აქვს. მე ესეთი ხმა ძალიან მიყვარს. მე ატმოსფერული მანქანებიც მოყვარული ვარ და ყოველთვის ატმოსფერულ მანქანას სასწაული ხმა აქვს. მით უმეტეს, როცა V8 არიან, V12 არიან, V10 ხო სასწაულია რა. ნუ, თან Aston Martin. მოდი ახლა ვნახოთ ძრავში რა ხდება, როგორი ვიზუალია, რა ძრავია. ო. ეგ V8 არის 4.7, წეგან კი ვთქვი, 420 ცხენზალა აქვს და 470 ნიუტონი აქვს. აუ, რა დავინახე, ნახე. BMW-სნაირი გიდრავლიკის გამანაწილებელი ავზი. ქართულად რო ვილაპარაკოთ, თორე აი აქ აქვს ბირკა, რომელიც არის ხელით აწყობილი არის ინგლისში. Final inspection by Kirian Coffee. საბოლოო ბეჭედი დაარტყა Kirian Coffee. ყველანაირი შემოწმების მერე. ნახე როგორი ჰაერის ფილტრები, ორი ჰაერის ფილტრი აქვს აქეთ იქით. აი გვერდებიდან იღებს ჰაერს. ჩვენ რო ფარებს ვიღებთ ხოლმე და მთელამებს ვაკეთებს, ამას აქ აი აქ გვერდზე აქვს დირკები და ორი საჰაერო ტრუბა მოდის და შედის მერე შემშვებ კოლექტორში. ლამაზად გამოიყურება ძრავი. ამაზე საომავლო გეგმები გვაქვს ამ მანქანაზე კომპრესორის დაყენებას ვაპირებთ და თუ არ გაიყიდა ეს მანქანა კომპრესორს იხილავთ ახლო მომავალში. ნახოთ რაღაც მოლაპარაკება მიდის, შეიძლება ეს მანქანა გაიყიდოს, თუ არ გაიყიდა დამატებითი 200 ცხენიზალა დაემატება მერე კომპრესორის დაყენებით. პლუს კიდე თუ არ გაიყიდა მანქანა ძალიან მაგრად მაინტერესებს 92 M3-თან დადგომა, იმიტომ რომ თითქმის ერთ და იგივე მონაცემები აქვს. ეს ცოტა მძიმეა და აჩქარება, რაც ვნახე დროები, თითქმის ერთ და იგივე უწერია და ვინმეს თუ ყავთ 92-ის M3 ქარხნული, გამოგვეხმაურეთ და გავსინჯოთ ვისი უფრო ჩქარი იქნება. ამ მანქანას გავლილი აქვს 25000 კილომეტრი, 2015 წლიანია და ძირითადად იდგა მანქანა და არ დადიოდნენ. ძალიან დაბალი გარბენი აქვს. ამიტომ სვეჟად არის ყველაფერი და ვნახოთ რა შეუძლია Aston Martin-ის 4.7 V8 ძრავს. ეხლა აქ რაც შევამჩნიე, მშრალი კარტერი აქვს. აქ ცალკე ავზი აქვს, საიდანაც ისხმევა აქ ზეთი, ძრავში არის ხმევა, აქ ისხმევა ზეთი და ამას კარტერი არ აქვს, ანუ მშრალ კარტერი ქვემოს ცალკე ავზიში ისხმევა და იქიდან მარაგდება მერე ძრავი. აი აქ აწერია რა ზეთი ისხმევა, რა შემცველობის ზეთი ისხმევა და აქაც 1060 ისხმევა, როგორც M3-ში, M5-ში და ასე შემდეგ. მაგალითად ეს ზეთია, რასაც ვხმარობ მე M-ებში, ატმოსფერულ M-ებში, M6-ში, M5-ში, M3-ში, ძველ M-ებში, ტურბინიანის გარდა ატმოსფერულებში და ტურბინიანებში უკვე მე 0.30, 0.40 და ასე შემდეგ ისხმევა ზეთები. ამ მანქანაში ეს ზეთი ასხია და ნახოთ რა სიზავს და როგორ იზავს. ცოტა მობნელდა, ამიტომ დავხურავ ახლა კაპოტს და წავიდეთ წეროვანში და გავსინჯოთ დრო როგორ დადის, რა აჩქარება აქვს და ყველაფერს შემოგთავაზებთ ვიდეოში. ნახე როგორ ბლოკავდა წეგან DSC. ხალხა. იღე? მაშინ ცუდია. ხმა ძალიან მაგარია. ტორმუზი მაგარია, ხმა ძალიან მაგარია, გრული მაგარია. ოღონდ პირდაპირ გაგები ძალიან გრუბი რული აქვს. პადვესკა ძალიან გრუბი აქვს. ის არა აქვს, დარეგულირება არა აქვს, დაარბილო დააგრუბო. მე სხვაობა ვერ ვიგზენი სპორტზე და იმაზე. ამას მოვაკეტინოთ. რაც შეეხება დაკიდების სისტემას, ძალიან ხისტი არის. აი ყველაფერს გძნობ, რაც კი რამე არსებობს, ყველაფერს გძნობ, მაგრამ ნუ სპორტული მანქანაა და ალბათ ეგრე უნდა იყოს, მაგრამ ძალიან გრუბია. ეგ უკანა სანისლეები იქნება. ყველაზე დიდი მინუსი ამ მანქანას აქვს მოცურების საწინააღმდეგოს არ გათიშვა. არ ითიშება ბოლომდე. მეც აქ რაღაცა ანათებს.
მინდა სალონ შუქი ავანთო და უეჭველი ნახე ხა? ვერა. ვერიგო. სალონში განათება საიდან ირთვება. ძალიან სწრანი მანქანაა. სულ რაღაცა უნდა ეძებო. ეს სპორტი არ გვაქვს, და არ ბილდა არა ის. ავტობანზე განახებ და აი ეს რო ვივლი გაჩვენ. ამას უფრო BMW-ს ხმას გავს. 8 ცილინდრს ახლა M3-ის ხმას მაგრა გავს. ჩემი სმენიდან გამომდინარე. აი მაღალ აბაროძე 92-ის M3 რო ღრიალებს, ესეც მაგდაგვარია თითქოს. ეხლა რაღაცა 7000-ზე დამიკეტა. უფრო მეც ტრიალებს. კაი, ეხლა მოდი გავტესტოთ აგერ დაკიდების სისტემა, აგერ აი შეხედე როგორ ხტუნაობ. თუ ჩანს კამერაში. მივდივარ 90 კმ/სთ-ით და აი ავტობანზე აი ესე ხტუნაობს. ჩავრთოთ სპორტი. კარობკა მაგრა უცებ რეაგირებს. დააჭერ თუ არა გადართავს ეგრევე. მასკვიჩა როგორც იტყოდა F90 თან არის. აჭერ ეგრევე რთავს. ეს 60-ის SMG-სთან შედარებით ცოტა ნელი არის. უფრო ნელარ თავს და უფრო რბილად თავს. ეს 60-ის SMG ბევრად ჩხარ არ თავს და ბევრად გრუბ არ თავს და დაუ რა იმენა ჯაყ-ჯაყებთ. მაინ ჯაყ-ჯაყებთ. ძალიან გრუბია, ძალიან. რაღაც სიმსოტე აგვეკიდა და უნდა მოვჭიმოთ. საბურავების ბაზა აქვს ძალიან მოკლე და მაინც ასე თუ ისე ყველაფერს აღიქვავს გზაზე და მაგიტო არის ძალიან გრუბი. ისედაც გრუბი არის მანქანა, მაგრამ რაც უფრო გრძელი ბაზა აქვს მანქანას, უფრო ყლაპავს ამ ცუდ გზას. რაც უფრო მოკლე არის, უფრო ხტუნაობს. მაგალითად ესე ხტუნაობ ხოლმე სრულიად სპორტული მანქანით რო მივდივარ ხოლმე ტრეკზე რაღაც ეგეთი, აი მაგ დროს არის ხოლმე იგივე ემოცია, რაც ახლა ამ მანქანაში არის და ზედმეტად გრუბი არის. ამ მანქანით შორგზებზე სიარული ძალიან დაბღლილი იქნება. სიდენიაზე და რულთან ჯდომა, რა იდეალურია, კარგად ვძივარ. მომწონს ძალიან. ყველაზე მეტად მომწონს ამ მანქანის ხმა. შეიძლება ეხლა ვიდეოში არის მოდეს რა ხმა აქვს ამ მანქანას, მაგრამ ძალიან მაგარი ხმა აქვს. ამ მანქანას 100-200-ის დრო უწერია 11.4, 11.3, 11.5 ესე სხვადასხვა საიტებზე. რამოდენიმე საიტზე ვნახე. 400, როგორც გითხარით, 420 ცხენის ძალა აქვს და ტონა 700 არის ეს მანქანა, იმიტომ რომ არის კაბრიოლეტი. პლუს მე და გურამი როგორც ყოველთვის დავემატეთ წონაში და მინიმუმ 200 კილოთი დავამძიმეთ ეს მანქანა. ამიტომ ტონა 700 აღარ არის, ეს არის ტონა 900. ნახოთ ტონა 900 ატმოსფერული მანქანა როგორ აჩქარდება 100-200 და იმ დროში გაილვის თუ არა რაც ქარხანას უწერია. ამ მანქანა ძალიან ცოტაა გავლილი, როგორც გითხარით მანამდე და გაჩვენეთ. თითქმის ახალი არის და ვნახოთ რა შეუძლია მანქანას თავის დროში ივლის თუ არ ივლის. წეღარ ვეძებდი ჩურკის ასანთებს, ვიპოვეთ. 15 წუთი ვეძებეთ და ბოლოს მე პატრონეს დაურეკეთ და გვითხრა სადაც არის. აგერ არის ერთი ღილაკი აქეთ არის, მეორე ღილაკი აქეთ არის. всё, აინტო შოკი. აი რა მარტივია, ხედავ? მაგრამ რა აზრი აქვს, სარკე ხელს გვიშლის. სარკე რო არ იყოს უკეთესი, აი ესე, აი. ეს მაჩვენებლების დაფაც რაღაცა უკუღმა არის. ერთი მარცხნიდან ზევით ადის, მეორე მარჯვნიდან ზევით ადის, რაღაცა ესე ადის და. კი ბატონო, ამას რო ხდება ლამაზი გზა. გატკიცინე, გაუთავებული. ლარი ვიცო. ცოტა შუშა რო ჩამოწიოთ ხმა იქნებ. უკეთესი იყოს.
ჩემი აზრით E92M-ის კონკურენტი არის ეს. ამ ძრავით ეს სუსტი ძრავი არის, სხვა ძრავებთან შედარებით, რაც აქვს ამ მოდელს 12 ცილინდრიანიც აქვს 6-0 და ეს კიდე 92-ის M3-ის კონკურენტი მგონია მე. მაინტერესებს თუ ვინმე ხავს კარგი სვეჟი მანქანა, მინდა გავტესტო 92-ის M3-თან, ქარხნულთან, იმიტომ რომ ეს სრულიად ქარხნულია და არაფერი არ აქვს გაკეთებული. ნახოთ როგორ იქნება. მოდი იქსი, მოდი. წამოდი. ემი რო იყოს გაგვასწრებს. აღარ მოყვება. რა თქმა უნდა, თავისუფლად ზიან, რბილად ზიან არაფერი არ აწუხებთ. იდეალური ტორმუზია. არც გადახურდა არაფერი ხო აქვს. ძალიან მაგარი ტორმუზია. ძალიან მაგრა გავს 92 M3-ის ხმას რა, ძალიან მაგრად რა. გავზომოთ სალონში შემოსული ხმა. ეს ვიცით რომ ზუსტი არ იქნება. ყველა მანქანას ერთი და იგივე პროგრამით გავზომავთ და გავიგებთ რა ხმა შემოდის სალონში. თქო, გავჩუმდეთ. უდავიაროთ 100 კმ/სთ, მივდივართ 100-ით. მაქსიმუმი იყო 72 დეციბელი თან გასწრო დავაჭერე და მოტორის ხმაც გაძლიერდა. ეს კაბრიოლეტებში ყოველთვის მეტი ხმა შემოდის ვიდრე ჩვეულებრივ მანქანაში და ნახოთ აბა შევადაროთ სხვა მანქანებსაც. ამას ჰქონდა მაქსიმალური 72 დეციბელი გაზ დაჭერილზე, მაღალ აბაროდზე, ჩვეულებრივ რეჟიმში რომ მივდიოდით 100 კმ/სთ ჰქონდა 65-დან 79 დეციბელამდე. სპორტი არ იყო ჩართული. ხო, სპორტი არ იყო ჩართული და მაგით. 200. 11 და 7, ორი კაცით. ხო. ბრავო. ინვალიდ. ძალიან ბევრ ბენზინს წვავს. რამდენს წვავს არ ვიცი, მაგრამ თითქმის სავსე იყო რო დავჯექით ამ მანქანას. და ნახევარს ჩამოცდა უკვე. დავინგერით იმენაჩი. საწყალი მანქანა. საწოდაობა ამ მანქანით ცუდ გზებზე სიარული რა. არა და ეს ცენტრალური გზაა. ტორმუზ გაზით სად ეწეგან დაძვრა და არ წავიდა და. პირდაპირ გასვლა დავაჭირო ალბათ ფეხი. ო
ძალიან ცუდი სტარტი იყო. 5.68. ძალიან ცუდი სტარტი იყო, იმიტომ რომ პირველმა იბუქსავა და ცოტა ადრე გადავრთე სიჩქარე. რა პატარა ავარიულის კნოპკა შეხედე. პატარა. პაჭუკა. აბა დეთი ვქნათ. აბა არა, მე-4 მილი ტორმუზი იყო, კაც 0-ას იყო 5-8. მე-4 მილი ეს ად იყო ტორმუზი, კაც. მე-4 მილი ამას უწერია 12 და 4. ეხლა მე-4 მილი ვერ გავზომეთ, იმიტომ რომ გზამ არ მოგცა მაგის საშუალება. არი 11 და 8 იყო. გავაჩეროთ მანქანა და ისე ვნახოთ ყველაფერი. 2 კაცით, ეს დაბალ 11-ში ივლის. ესე იგი 0-100 5-4 შემდეგი 1-4 13 და 3 100 200 11 და 8 2 კაცით დამატებითი 200 კილოთი დადის 0-200 17 და 2 ვალიდი არის გვეთვლება 0-18%-იანი დაღმართი არის ანუ ეგ არაფერი არ არის აჰა ეს იყო პირველი შედეგები ამ მანქანის ნახოთ რამოდენიმეჯერ კიდევ და გავსიჯოთ ეხლა ვიარეთ 100-200 ვიარეთ 12 და 2-ში. აქ აღმართი არის, ხა 0.25-იანი აღმართი. ბოლოს როგორც ყოველთვის მარტო გავივლი და მარტოც გავზომავ დროს, რა დროში დადის ცარიელი, ანუ ზედმეტი წონის გარეშე. ეხლა იყო 12 და 1. 1 მესამე სიჩქარიდან უნდა დავაჭირო და ისე გავზომო. მეორედან მესამეში რო ვაძლევ 102 კილომეტრი მიწერია სპიდომეტრზე. და მაგ დროს აჩერებს მიდის და შეიძლება კარგად ვერ მიდიოდეს. ამიტომ მესამედან დავაჭიროთ პირდაპირ. გადართვაში ოდნავ ხნელდება და ცადოთ მესამე სიჩქარიდანაც მაგალითად გავსიჯოთ აბა 12 კარგად მიდის მესამედანაც შეიძლება მესამედანაც წასვლა გავუსვათ მაგრად მომეწონა ეს მანქანა, კარგი სატარებელია. მე რომ მიყვარს ისეთი მანქანაა.
მოგონთ? ეხლა ამ შემთხვევაში Mercedes-ი არ არის, Aston Martin-ია. მაგრამ წეგან გაჩერებული და რომ დავძარი, მივხვდი რომ მე მგონი იგივე სისტემა აქვს, რაც M5-ის SMG-ის სეპლენის სისტემა არის, იმიტომ რომ ევროპულ ვერსიას ცოტა სხვა სისტემა აქვს 10 ცილინდრიანებში, SMG-ს გულისხმობ. ლანჩის დროს ილანჩება 4000 აბოროტიდან M5, M6 ევროპული ვერსია და სეპლენიას ბოლომდე არ თიშავს, ანუ ტოვებ, ანუ აბუქსავებს სეპლენიას ოდნავ, მაგრამ საბურავი არ ბუქსავობს რა და იგივე გააკეთა ამანაც სტარტის დროს სეპლენია დამიბუქსავა ოდნავ და საბურავი არ დამიბუქსავა და მე ცოტა სეპლენის სუნი დადგა და მივხვდი რომ იგივე ვარიანტია რაც ის. აქედან დასკვნა ის არის რომ ხშირად ამითი არ უნდა ვლანჩოთ რომ სეპლენი არ გავაფუჭოთ. ერთხელაც წავიდეთ გაჩერებულიდან და დანარჩენი უკვე გაგორებულზე სინჯოთ ყველაფერი. იმიტომ რომ ცოდო არის სეპლენია რომ გავაფუჭოთ. არ გვინდა ჩვენ ეგეთი რაღაცები. 100-200 მაინტერესებს მე მესამე სიჩქარიდან. $2015-იანი მოდელია და ლედები არა აქვს. ქსენონები აქვს. ლედი რო კონდეს უკეთესი იქნება. ამ ხელაფას რო გადაიხდი და ამ ბრენდის მანქანას კიდულობ, ლედი მაინც ხოვდა იყენოს. 15-იანი არის ბოლო-ბოლო. ქსენონი რო აყენია, რა ვიცი. დღევანდელ დღისთვის ქსენონი უკვე არ არის კარგი ფარი. კაი განათება არ აქვს როგორც ლედს. და 5 ორი კაცით. კარგი მონაცემია, ხო ბატონო გურა? ვალიდია ეს. აი ხა ნახო ძმაო. გავაჩერო. კი ძმაო. ვალიდია, ვალიდი. კარგად გავაჩერე. მარტო სავარაუდოდ 10 და რაღაცაში ივლის ალბათ. ნახე? რაკნა? თერთმეტი და ერთში ვიარე, ეხლა მარტო მე ვზივარ საჭეს. 11 და 1 ისე დრო არის, რომ არის შანსი, რომ რაღაცა 10-იანიც დავწერო და კიდე ერთხელ გავივლი და ვნახავ, აბა. რა გამოვა? ერთი 1000-ედი დააკლდა, რომ 10-იანი დაეწერა. რამდენი? 1000-ედის 1000. რამდენი დაწერა? 11:00. 100-დი დააკლდა რა. და შენ რო გაყევი რა? საწყი აი 11:00. ძალიან უმნიშვნელო. 19 უნდა ამას. ნუ შეუძლია მანქანას რა. 10-ში სიარული, ეხ კიდე რო წავიდე, კიდე ივლის, მაგრამ ბენზინი აღარა გვაქვს. ცოტა გვაქვს. ამ მანქანის ყველაზე დიდი მინუსი არის აი ჩავაქრე და ამოვიღე. გასაღები ისეთ ცხელია რომ აი დაიჭირე. გასაღები ისეთ ცხელია რომ იცი ზამთარს ჩაიდე და თბილად იქნები. კვერცხები თბილად ექნება ხო? ყველაზე დიდი მინუსი ამ მანქანის არის ეს გასაღებს რომ გამოაძობ ისეთი ცხელია რომ ხელში დაჭერა გიჭირს. ყველაზე დიდი მინუსი თუ ერთადერთი მინუსი კი? ჰა? არა მინუსები ბევრია. DSC არ ეთიშება. ჩემ და გასაკვირად ამ მანქანამ მაგარ დროში იარა. თქვენც ნახავდით ალბათ შედეგებს, წეგან
რო გავზომი 100-200. როგორც მანამდე აღვნიშნე, ძალიან საინტერესო იქნება ეს მანქანა რო გავტესტოთ 92 M3-თან. თუ მანამდე არ გაიყიდა, იმიტომ რომ კლიენტი არის ამ მანქანაზე, შეიძლება გაიყიდოს. თუ მანამდე ვინმე გამოაჩენს მანქანას, უცებ სანამ გავა ქვეყნიდან, დიდი სიამოვნებით გავტესტავდით და ვნახავდით 92-თან როგორ ივლის ეს მანქანა. ეხლა ამ მანქანის თავარი მუღამი რაც არის, ეს დღეებია დავდივარ და ყველაზე მაგარი მუღამი აქვს ხმა ამ მანქანას. აი საოცარი არის რა. როცა დავდივარ ხოლმე M6-ით, M5-ით ან M3-ით, ყოველთვის მაგნიტოფონი მაქვს გამორთული და ოდნავ შუშას ესე ჩამოვწევ ხოლმე და ვაჭერ. რო ხმას უსმინო. ზუსტად ეს მუღამი აქვს ამ მანქანას, რომელიც აქვს ძალიან მაგარი ხმა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი ხმა და ამ ხმით უნდა ისიამოვნოთ თუ ამ მანქანით მოძრაობთ. ეს არის ჯეიმს ბონდის მანქანა. ეს იყო დღევანდელი ვიდეო. დასასრულს მიუახლოვ და არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ ბევრი კომენტარი. თავარია მონიშნოთ 92 M3-ის პატრონები კომენტარებში, რომ გამოჩნდეს და ვინმესთან გავტესტოთ ეს მანქანა. კარგად ბრძანდებოდეთ.